მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ Resident Evil 8 Villages. ეს თამაში მე ძალიან მომწონს, ხო. გამოვიდა Resident Evil 9 და როცა შევდივართ, ვხედავთ FBI შენობას, რომელიც არის გოგო, რომელიც მოუხერხებელია და ცუდად მუშაობს და კომპიუტერში ვხედავთ ჩვენ ვიღაც კაცს, რომელიც მიაგავს Ethan Winters. ხო. მოგეხსენებათ Resident Evil Villages დასასრული საკმაოდ ცუდად დასრულდა. Ethan კვდება, ხოლო Rose კრისთან ერთად მიდის. რო გითხრათ ეს კრის მოყვარს ხო არა, არ მოყვარს. და Ethan Winters-ი ფეთქდება იმ გულთან ერთად, რასაც ახლა ხედავთ რა. და შეიძლება ეს მინიშნება იყოს, რომ Ethan Winters ცოცხალი, ნახეთ, Ethan Winters-ი აქვს ბომბი დამაგრებული რა. ეს აჭერს ამ ბომბს და ნახევარი სოფელი ფეთქდება და გონი Ethan Winters უნდა აფეთქებულიყო და მისი ნაწილები უნდა აფეთქებულიყო. გვამიც არ უნდა შემდგარიყო რა, ვერა. და ჩვენ ვიხილეთ ის ამ Resident Evil 8 რაღაცა ვერსია, რომელიც Rose არ გასწრდილდა. Ethan Winters-ის კურტკა აცვია, მამამისის. და არის პერსონაჟი რა. ჩვენ ვიხილეთ ამ მაგნაწილში Ethan ცოცხალი, თუმცა ისევ მოკვდა. ყველა შეშურდებოდა, ყველა უკვდავს. სულ კვდება და ჩნდება Ethan-ი რა. და შეიძლება Ethan-ი ახლა ცოცხალი იყოს რა. და როცა გამოვა Resident Evil 10 იქნება Ethan სავარაუდოდ ცოცხალი. ხო, აქ მია გადარჩა. ჩემ პირველი კითხვა იყო, Resident Evil 8-ის Village არა, რაღაცა ნაწილი გამოვიდა Rose, როცა იყო რა მთავარი პერსონაჟი. ისმის ჩემგან ისმის კითხვა, სად არის მია, Rose-ის დედა? თამაში ვერსად ვერ ვნახე იუთუბერებისგან რა და არ არის. ეხლა გადავიდეთ სხვა პერსონაჟებზე. Mother Miranda, I regret to inform you that Ethan Winters has escaped that fool Heisenberg. Because he is in my castle and has already proven too much for my daughters to handle. When I find him... No, Mother Miranda. Yes, of course, I understand the importance of the ceremony. I won't let you down. To hell with the ceremony! That man will pay for what he's done. ხო, ეხლა ვიმსიხილავთ, ეს იყო ლედი დიმიტრიუსი თუ არ ვცდები. ეს სახელი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მე დემე მქვია. ხო. ლედი დიმიტრიუსი გაბრაზდა რა. ინგლისური არ ვიცი მე, ვაფშე არ ვიცი, მაგრამ აშკარად თქვა Ethan Winters-ზე. მარტო Ethan Winters გავიგე და მადერ მირანდა. ხო და შეიძლება ჰაიზერ ამ ლედი დიმიტრიუს და ჰაიზერბეგს აქვთ ძალიან დიდი დაპირისპირება რა. და შეიძლება არც მევდრენ რომ მე მოკლავ Ethan Winters-ო რა და ორივე მაგარდებილები არიან. ხო, ეხლა გადავიდეთ ლედი დიმიტრიუსის საიდუმლოზე. ლედი დიმიტრიუსის საიდუმლო არის ის, რომ ამას ყველგან მალავს, არავინ არ იცის, თუმცა
თამაში შემქმნელმა ესე დაწერა რა ლედი დიმიტრიუსი ბანაობს სისხლის აბაზანაში რა ძალიან საზრობა გული ამერეოდა ბანაობს სისხლის აბაზანაში და ამას მალავს და ეს მაზერ მირანდა არის ამათი უფროსი რა ამ თოჯინის და იმის რა ანუ მარტო 3 ადამიანი უნახე ამ თამაში სერიოზული რა ერთი მაზერ მირანდა მეორე ის არ ქვია რა ერქვა ლედი დიმიტრიუსი და ჰაიზბერგი რა ისა სერიოზული ისენი რა ეს თოჯინა წივიშკივის თავი ამატია ხო და ვინც ფიქრობს რომ ბავშვებისთვის ეს თამაში არ შეიძლება ნუ შეიძლება სხვებისთვის არ შეიძლება ანუ ბავშვებთ ეგეთი სუსტი ფსიქიკა არ აქვთ ამას შეგახსენებთ და ხო მე ძალიან მომეწონა ეს თამაში კიდევ ვიპოვი ინფორმაციებს და გადავიღებ როგორც ახლა გადავიღე ხო ანუ ეს თამაში ძალიან ანუ საინტერესოც არის რა ისწავლი რაღაცებსაც და ანუ მე ხელები ამიწევია ჯერ გრაფიკას ანუ არ ვიცი რა არ ვიცი როგორ შექმნეს რანაირად ხო და კიდევ ჩანაწერი ვნახე რომ როუს სკოლაში აბულინგებდნენ რა და ანუ საშინლად აბულინგებდნენ რა მე ნერვები მომეშალა ეხლა ჩავწერე ეს ვიდეო ხო ვისაც მოგეწონათ და ლაიქით ვიდეო ვისაც არ მოგეწონათ ასკროლით კაი მედია მოგეწონათ აბა ხედა ნახვამდის